სისტემის და ზოგადად კომპიუტერის აჩქარებაზე ძალიან ბევრი გაკვეთილი გადავიღე, მაგრამ მოდით ამ გაკვეთილში შემოგთავაზებ ძალიან ასე ვთქვათ ნაკრებს აჩქარების, ამიტომ ეს არის პატარ-პატარა მონაკვეთები, რომლებსაც ყველაზე სათითაოდ ორწუთიან ახსნებს ვერ გააკეთებ. ამ შემთხვევაში შემოგთავაზებთ 6 ესეთ პატარა დეტალს, რომლის საშუალებითაც შეიძლება რამოდენიმე პროცენტით კიდევ ჩვენ კომპიუტერს მივცეთ სწრაფად მუშაობის საშუალება. პირველ რიგში მოდი დავიწყოთ პირველით და ეს იყოს კომპიუტერის გათიშვა. ანუ კომპიუტერი გათიშვისას ვიცით რომ აქვს ხმა, ხო? შესაბამისად ეს მოითხოვს რაღაც ენერგიას. მოდი ეს აბსოლუტურად ზედმეტია მისთვის და შეგვიძლია მისი გათიშვა. სტარტი კონტროლ პანელის საშუალებით შევიდეთ სად იქ სადაც ხმა იმართება. გადავიდეთ ზოგადად ხმაზე და გამოსულ მენიუში მოვზებნოთ Windows-ის გათიშვის ხმა. ანუ Exit Windows. ხმა არის შემდეგი. შეგვიძლია აქ ხმას მივუთითოთ გათიშვა და OK-ის დაჭერის შემთხვევაში ხმა აღარ შეგვაწუხებს. ნუ ჩართვა რა თქმა უნდა ხდება იგივენაირად. ისევ შევალ სისტემაში და ვუძებნით Exit Windows და მივცემთ ჩვენს ხმას. ეს პირველი. შემდეგი ესეც რაღაც გარკვეულ რისკს მისცემს კომპიუტერს კერძოდ აჩქარებისას, გამოთვლისას. შემდეგი მოდი გავაკეთოთ, ეს არის კომპიუტერი ძიებისას იყენებს სისტემას, რომელიც ანელებს კომპიუტერის მუშაობას. ანუ ის როდესაც პაპკას ხსნის, ის ითვლის ყველა იმ ფაილს, რომელიც პაპკაში შემოსებულია, შესაბამისად აანალიზებს. ამიტომაც მას გარკვეული დრო ამისათვის სჭირდება. ჩვენ თუ ამ ფუნქციას გამოვურთავთ, უფრო სწრაფად მოახდენს ფოლდერების გახსნას. ეს ფუნქცია არის ზოგადად დისკზე, ანუ შენ რა გინდა C დისკზე გინდა თუ D დისკზე, ვინაიდან უფრო სისტემაში ვიყენებ დავუშვათ C დისკს, მოდით ეს ფუნქცია ვნახოთ C დისკისთვის. იგივეა რა თქმა უნდა D დისკისთვისაც. ნიშნავ მას უბრალოდ და მარჯვენა ხილაკის საშუალებით შევდივარ მის ბრძანებებში. აი აქ არის ბრძანება, ეს არის ინდექსირება, ინდექსირებით კომპიუტერი ახდენს ამ ყველა ფაილის, რა ვთქვათ, რეზერვში ჯაგდებას. ნუ ამას თუ გაუთიშავთ, ჩვენის აღარ მოძებნის პროცესი უფრო გართულდება, ანუ უძებნის დროს მონდომებს უფრო დიდხანს, მაგრამ ფაილების გახსნას მონდომებს უფრო მალე. ნუ გავთიშავ და დავაჭერთ OK-ის, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივად ის გაითიშება. ნუ ახლა შემოთავაზა გადატანა, მაგრამ გადატანა არ მჭირდება, ამიტომ შეგიძლიათ უბრალოდ გათიშოთ. შემდეგი ბრძანება ეს შეიძლება სრული სამ შეგიძლიათ რა თქმა უნდა ჩართოთ. შემდეგი ეს არის Windows-ის ვიზუალური ეფექტები. ვიზუალური ეფექტები Windows გააჩნია ახლა. აქ აქვს სხვადასხვა, როგორც აქ ლურჯი ზოლი, მენიუს გახსნა და ასე შემდეგ. სხვადასხვა ვიზუალური ეფექტები მას გააჩნია. შეგვიძლია ეს ვიზუალური ეფექტები აბსოლუტურად ზედმეტია მისთვის, ანუ თუ ჩვენ მაინც სისტემას არ გვჭირდება სილამაზისთვის, შესაძლებელია მათი მოხსნა, ხოლო თუ უფრო სილამაზეს ვანიჭებთ უპირატესობას, რა თქმა უნდა, ისინი ჩვეულებრივად დაყენდება. მოდით ახლა გაჩვენოთ, ნუ გავხსნათ პატარა ფოლდერი და მოხსნათ ეს სილამაზე, ასე ვთქვათ. შევიდეთ მაგ კომპიუტერში, შემდეგ პროფერტები და აი მის ვიზუალურ ეფექტებში. აქ არის ვიზუალური ეფექტების ჩამონათვალი, შეგვიძლია გავთიშოთ ნებისმიერი მათგანი. დათითაოთ, ან თუ გინდათ გავთიშოთ ყველა ერთად გათიშვის შემთხვევაში სისტემა მიიღებს. როგორც ხედავთ, სისტემა მიიღო ესეთი სახე. Windows იმუშავებს 1000 უფრო ძლიერად, მაგრამ ნუ ვიზუალურად მისი მონაცემები ასე ვთქვათ დამახინჯდა. ჩართვა ხდება იგივენაირად, შესაძლებელია ჩართოთ. ესეც რამოდენიმე პროცენტით გააძლიერებს Windows-თან მუშაობას. შემდეგი ამათ შეიძლება კომპიუტერს ეს უფრო სიძლიერეს არ მიცემს, ეხლა ეს უფრო ჩვენი ნერვებისთვის არის კარგი. თუ რა თქმა უნდა ეს ფუნქცია ნერვებს გვიშლის. ანუ რა ხდება? არის ხო ვიცით რომ კომპიუტერისას რამეს იმახსოვრებს, ანუ რამე პროგრამას წერთ, ის სტარტში
არ პროგრამში აკეთებს ხო ამას და მოცემული გვაქვს აქ რამოდენიმე პროგრამული ჩამონათვალი. ნუ თუ ახალ ჩავწერთ, რა თქმა უნდა, ახალი წინ გამოიწევს. შეიძლება ამ ფუნქციის გათიშვა. მოკლედ სარიელი ადგილი უნდა ვიფოთ სტარტის მენიუზე. გადავდივარ სტარტ მენიუში, შემდეგ customizer, შემდეგ გადავდივარ ისევ advanced და აქ გვაქვს ესეთი ბრძანება მონიშნე ახალი ჩაწერილი პროგრამები. თუ ამ ბრძანებას გაუთიშავ, ის ახალ ჩაწერილი პროგრამებს წარმოიშვის, ნუ ოკეი, დაჭერის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გაითიშება პროგრამა, დაფიქსირდება თქვენი არჩევანი. თუ ჩაუთავ, ისევ დაიწყებს ახალი პროგრამების ინსტალაციის შედეგად სტარტში გამოგდებას. ნუ თუ არ გვსურს, რა თქმა უნდა, სტარტში მათი ნახვა შესაძლებელია აქედან ისინი გაითიშოს. ასევე კიდევ ერთი ბრძანება ეს არის უკვე რანის საშუალებით შეიძლება მათი ჩაწერა. ეს არის ბრძანება ნაგავი, ასე ვთქვათ, კომპიუტერი აგროვებს ნაგავს ცოტა განმავლობაში ინტერნეტის მუშაობისას და ეს არის მისი ნაგავი. ეს ახლა დაგროვილი აქ ფაილები ყველა უნდა წაიშალოს, იმიტომ რომ აბსოლუტურად ზედმეტია. შეგიძლიათ თამამად წაშალოთ, ამით არც არაფერი არ მოგაგდებათ. ზოგი ფაილი არ წაიშლება ეს ფაილები, რომლებიც ამჟამად მუშაობაშია. ანუ ზედმეტია ეს ფაილები და ტემპის საშუალებით კიდე შეიძლება ერთი ან თუ ამ ტემპის პროცესებს დაუწერთ. ასევე მოძებნის უკვე მთელ კომპიუტერში ნაგავს. ესეც ზედმეტია. აი აქ რაც არის ინფორმაცია, ეს აბსოლუტურად სრული ნაგავია, ასე რომ შეგვიძლიათ თამამად წავშალოთ. მონიშნოთ და delete-ის საშუალებით წავშალოთ ყველა ის რაც აქ არის. როგორც შევთანხმდით, იქ ყველა ინფორმაცია უნდა წაიშალოს. თუ თქვენ იყენებთ Internet Explorer-ს ინტერნეტში მუშაობისას, Internet Explorer-ს გააჩნიათ თითქმის ეს იმახსოვრებს ყველა იმ დეტალს, რაც კი იმ დროს ინტერნეტში ხდება. ანუ ნებისმიერ საიტზე შესვლისას ის იმახსოვრებს X არსებულ სურათს, ვიდეოს თუ ასე შემდეგ. ნუ თუ მაგ ვიდეოზე დავუშვით, მაგ ვიდეოზე ან ნებისმიერ ვიდეო პორტალზე უყურებ ვიდეოს, ის ამ ვიდეოს იწერს და აქვს შენახული კომპიუტერში. ეს რა თქმა უნდა დროთა განმავლობაში ჩვენი კომპიუტერისთვის ნაგვად იქცევა. ამიტომ ის აუცილებელია მისი წაშლა. მე ხა გაჩვენებთ ამას ინტერნეტ 6 ვერსიისთვის, Explorer-ს 6 ვერსიისთვის, მაგრამ სხვა ვერსიებზეც იგივეა. თულში შევდივარ, შემდეგ Internet Options და გადავდივარ. ეს არის ანუ სანაგვე ინფორმაცია, ну დაახლოებით ეგრეთ არ გვნება. ამ შემთხვევაში 5 ცარიელია. ეს უკვე სავსეა. ანუ აქ არის ჩამონათვალი იმ ობიექტებისა, რომელიც გახსნას მოახდინე მე საერთოდ და შეგვიძლია ისინი რა თქმა უნდა წავშალოთ, მოვიშნოთ ყველა ერთად და წამოვშალოთ. ну ესეც რაღაც ბიცკს მიცემს კომპიუტერს. ну ჩვენ ახლა ამ გვერდში ვნახეთ 6 საშუალება, რითაც შეგვიძლია კომპიუტერი ავაჩქაროთ. ну რაღაც პროცენტები მე მგონი მოემატება.